მოგესალმებით. ხომ არის რომ ყველას აი კულტურის მიუხედავად რაღაცნაირად შინაგანად გვესმის რა არის სწორი და არასწორი. საიდან მოდის ეს შეგრძნება? სწორედ აი ამ უნივერსალური კითხვით იწყება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაშრომი კლაივ სტეიპლს ლუისის უბრალოდ ქრისტიანობა. იცით, ეს წიგნი მეორე მსოფლიო ომის ქაოსში BBC-ის რადიო საუბრებიდან დაიბადა და მისი მიზანი იყო, რომ ქრისტიანობის არსი ძალიან მარტივ, ლოგიკურ და ყველასთვის გასაგებ არგუმენტად ექცია. მოგლედ დღეს ჩვენ ლუისის ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით. დავიწყებით იმ კანონით, რომელიც ყველამ ვიცით, ანუ ჩვენი შინაგანი მორალური კომპასით. მერე გადავალთ მის ცნობილ დიდ ტრილემაზე, რომელიც იესოს ვინაობას ეხება. ამის შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში რას ნიშნავს ახალი ცხოვრება და ბოლოს გავიგებთ, რატომ არის ეს მთელი გზა ქოხიდან სასახლემდე ტრანსფორმაცია. ლუისი იწყებს იმით, რაც აბსოლუტურად ყველასთვის ნაცნობია. დაფიქრდით, აი ბავშვების ჩხუბით დაწყებული საერთაშორისო პოლიტიკით დამთავრებული, ჩვენ გამუდმებით ვიძახით, ეს უსამართლობაა, ან ეს არასწორია. კაი, მაგრამ რას ვეყრდნობით, როცა ამას ვამბობთ? საიდან გვაქვს ყველას რაღაც საერთო წარმოდგენა სამართლიანობაზე? ხო და, სწორედ ეს კითხვაა ლუისის მთელი არგუმენტის ქვაკუთხედი. იმას, რასაც ჩვენ სამართლიანობის შეგრძნებას ვეძახით, ის მორალურ კანონს არქმევს. და ამბობს, რომ ეს არის სამყაროს შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები, რაც კი შეიძლება ხელში გვეჭიროს. აქ ლუისი უმნიშვნელოვანეს რამეს გვიხსნის. ის ამბობს, რომ ეს მორალური კანონი უბრალოდ ინსტინქტი არ არის. აი წარმოიდგინეთ, შეიძლება გქონდეთ საფრთხისგან გაქცევის ინსტინქტი. მაგრამ ამავდროულად რაღაც გკარნახობთ, რომ სხვის დასახმარებლად უნდა დარჩეთ. ინსტინქტი ამბობს მინდა, მორალური კანონი კი უნდა. ანუ ჩვენში ზის რაღაც მსაჯული, რომელიც ჩვენს იმპულსებს შორის აკეთებს არჩევანს. და აი, აქ მივდივართ პირველ დიდ დასკვნამდე. კაი, თუ ჩვენს ბუნებაში არსებობს მორალური კანონი, რომელიც არც ჩვენ გამოგვიგონია და არც უბრალო ინსტინქტია, მაშინ საიდან მოვიდა? ლუისის ლოგიკა მარტივია. თუ არსებობს კანონი, ესე იგი არსებობს კანონმდებლიც, რაღაც ძალა ან არსება, ვისთვისაც კარგსა და ცუდს მნიშვნელობა აქვს. ოკეი, მას შემდეგ რაც ლუისი ამბობს, რომ სამყაროს უკან სავარაუდოდ მორალური ძალა დგას, ის შემდეგ ლოგიკურ კითხვას სვამს. თუ კი ეს ძალა ოდესმე გამოჩენილა ჩვენს სამყაროში, როგორ უნდა მივხვდეთ? ეს კითხვა კი პირდაპირ ქრისტიანობის ცენტრალურ ფიგურასთან და ლუისის ყველაზე ცნობილ და სიმართლე გითხრათ გამომწვევ არგუმენტთან მიგვიყვანს. ლუისი პირდაპირ გვეუბნება, როდესაც ვკითხულობთ, რას ამბობდა იესო, რომ მას შეუძლია ცოდვების მიტევება, რომ ის არის სამყაროს მსაჯული, რომ ის და ღმერთი ერთია, ამას უბრალოდ გვერდს ვერ აუვლით. მისი ნათქვამის გათვალისწინებით, ჩვენ მხოლოდ სამი ვარიანტი გვრჩება. ის იყო ან მატყუარა, რომელიც შეგნობულად აბიტურებდა ხალხს, ან იყო შეშლილი, რომელსაც თავი ღმერთი ეგონა, როგორც კაცს, რომელსაც თავი მოხარშული კვერცხი ჰგონია, ან ის ზუსტად ის იყო, რასაც ამბობდა, ღმერთი. და სწორედ ამას ამბობს ლუისი ამ ცნობილ ციტატაში. ის ამტკიცებს, რომ იესო თავისივე სიტყვებით არ გვიტოვებს იმ კომფორტულ უსაფრთხო ვარიანტს, რომ ის უბრალოდ კარგი მორალის მასწავლებელი იყო. ადამიანი, რომელიც ასეთ რადიკალურ რაღაცეებს აცხადებს, არ შეიძლება უბრალოდ კარგი იყოს. კარგი, დაუშვათ და ლუისის არგუმენტს მიყევით. მირე რა ხდება? რა მოსდევს ამას? აქ ლუისი კითხვიდან, ვინ გადადის კითხვაზე რა? ანუ, რას ნიშნავს ქრისტიანული ცხოვრება პრაქტიკაში? ეს უბრალოდ რაღაც წესების დაცვაა და всё? ლუისი საფუძვლებით იწყებს. იმით, რასაც ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფოსებიც კი აღიარებდნენ. ამას ის 4 კარდინალურ, ანუ ფუძემდებლურ სათნოებას უწოდებს. ესენია გონიერება, თავშეკავება, სამართლიანობა და სიმტკიცე, ანუ სიმამაცე. მისი თქმით, ეს არის ნებისმიერი ცივილიზებული და მორალური ცხოვრების საფუძველი, არა აქვს მნიშვნელობა გწამს თუ არა. მაგრამ შემდეგ ის ამატებს 3 სათნოებას, რომლებიც მისი აზრით წმინდად ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან მოდის: რწმენა, იმედი და სიყვარული. თუ ის პირველი 4 ადამიანებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს აქ, ამ სამყაროში, ეს 3 თეოლოგიური სათნოება მიმართულია იმ რეალობისკენ, რომელიც ამ სამყაროს მიღმაა. თუმცა ამ ახალი ცხოვრების გზაზე არის ერთი მთავარი უზარმაზარი დაბრკოლება, ცოდვა, რომელსაც ლუისი ყველა დანარჩენზე მაღლა აყენებს და მას დიდ ცოდვას უწოდებს. ლუისისთვის ამ პარტავნება უბრალოდ ის არაა, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს. არა, ეს არის მუდმივი შეჯიბრის სულის სხვერთან და საბოლოო ჯამში ღმერთთან. მისი არსი არის არა იმაში, რომ რაღაცას ფლობდე, არამედ იმაში, რომ სხვებზე მეტი გქონდეს. ლუისის აზრით, სწორედ ეს იყო ეშმაკის დაცემის მიზეზიც. და აი აქ ლუისის მთელი არგუმენტი ერთ წერტილში იყრის თავს.
თუ არსებობს მორალური კანონი, თუ იესო არის ის, ვინც ამბობდა და თუ ჩვენ ამ ახალი ცხოვრებისკენ ვართ მოწოდებულნი, მაშინ რა არის ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი? პასუხი იმაზე ბევრად მასშტაბურია, ვიდრე უბრალოდ კარგ ადამიანად ყოფნა. ეს სრული შინაგანი ტრანსფორმაციაა. ამის ასახსნელად ლუისი ორ ბერძნულ სიტყვას იყენებს. ბიოსი, ეს არის ის, რაც ყველას გვაქვს, ჩვეულებრივი ბიოლოგიური სიცოცხლე. მაგრამ ქრისტიანობის მიზანია მოგვცეს ზოე, სულიერი, ღვთაებრივი სიცოცხლე. ეს არ არის უბრალოდ გაუმჯობესებული ბიოსი, ეს სრულიად სხვა ტიპის არსებობაა. ამ ტრანსფორმაციის აღწერადად ლუისი გენიალურ მეტაფორას იყერებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სული სახლია. თქვენ ღმერთს ეუბნებით, რომ მოდი და აი, სახურავიდან წყალი ჩამოდის, ან მილი გაიჭედა და გინდათ, რომ შეგიკეთოთ. მაგრამ ის უბრალოდ სახურავის შეკეთებას არ იწყებს, უცების იწყებს კედლების ნგრევას, ახალი ფლიგელების დამატებას, ეზოს გადათხრას. თქვენ გაუგებუნილი ხართ. ეს პროცესი გაცილებით მტკივნეული, ხმაურიანი და რადიკალურია, ვიდრე გეგონათ. და რატომ? იმიტომ, რომ თქვენ და მას თავიდანვე სულ სხვადასხვა გეგმა გქონდათ. თქვენ გინდოდათ, რომ თქვენი პატარა ძველი ქოხი უბრალოდ ცოტა უფრო მყუდრო გამხდარიყო. მას კი სურდა, რომ ის სასახლედ ექცია. და აი ამ ყველაფრის ყველაზე ღრმა და გამოოგნებელი მიზეზი. ამ გრანდიოზული რეკონსტრუქციის მიზანი ისაა, რომ მან თავად შეძლოს ამ სახლში ცხოვრება. ტრანსფორმაცია არა უბრალოდ თქვენს გაუმჯობესებას ემსახურება, არამედ თქვენს მომზადებას მასთან თანაცხოვრებისთვის. საბოლოოდ, ლუისის მთელი არგუმენტი ამ კითხვამდე დადის, რომელიც მან ჩვენ დაგვიტოვა. გირჩევნია დარჩე ის, ვინც ხარ, უბრალოდ ოდნავ გაუმჯობესებული, თუ მზად ხარ სრული ტრანსფორმაციისთვის, რომლის შედეგადაც რაღაც სრულიად ახლად და განსხვავებულად იქცევი. ლუისის აზრით, ქრისტიანობა სწორედ ამ მეორე, ბევრად უფრო რადიკალურ და ამავდროულად ამაღელვებელ გზას გვთავაზობს.